რაც გავიგე სიმართლეა? ხელი გაუშვი ჩემ შეყვარებულს. მე და ასლი ერთად ვართ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. მართლა? გილოცავთ. ძალიან გამიხარდა. მართლა? ხო, ასლისთვის მადლობის გადახდა მინდოდა. ედას დაელაპარაკა და დაარწმუნა, რომ იმ ქალისგან თავის შორს უნდა დაიჭიროს. იმედი მაქვს დაუჯერებს, შენ უკეთხარ ბიძაშვილო, ხომ? კი. მიხარია, ახლა წავალ. თქვენი ამბავი გამიხარდა. მადლობა. დროებით. ვიცოდი. ასლის თურმე მე მოვწონდი. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი გახდება. ვალკანმა უკვე იცის სიმართლე ჩვენ შესახებ. არ ფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი? რა მოხდა? ხელი რატომ მოკიდა? ეს ხელები ჩემია. თვალებიც, ტუჩებიც და გულიც. შენი სუნის, რომელიც ასე მიყვარს. შენ მე მეკუთვნი. ჩემი ხარ და ვერავინ შეგეხება. შენ ჩემი ხარ? რა თქმა უნდა. გთხოვ, არავის მისცე უფლება შეგეხოს ასლი. კარგი საყვარელო. ეს პატარა საჩუქარი შენ. ბურაკ, სულ რაღაცას მჩუქნი. შენ არაფრის ჩუქება არ გჭირდება. თვითონ ჩემი საჩუქარი ხარ. მადლობა. ჩაბლა ვერ ვიჯერებ. განი ძალიან გამბედა ვიყოფილა თუ ბურაკის სახლში მოსვლა გაბედა. ხო, ამ ახალმა ამბავმა მეც შოქში ჩამაგდო. იცი რა? როდესაც განისთან ერთად გამოვედი სახლიდან, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ალბათ ბურაკი ძალიან გაბრაზდა. რა თქმა უნდა. განი მოთხრა თუ გინდა რამდენიმე თავდაცვით ილეთს გასწავლიო. დავით ძლივს შევიკავი, რომ არ გამცინებოდა. რას ამბობ? ნამდვილი მანიაკია. ხო, მეც ასე ვფიქრობ. ერთი გიჟიდან მეორეზე გადახვედი. ჩემთვის მთავარი ბურაკი კი არა, ასლის გაგიჟებაა. ამას როგორ აპირებ? მინდა ამასში განი დამეხმაროს. სწავლის დაწყება ძალიან უხარია, მაგრამ უნივერსიტეტში 3 დღეც კი ვერ გაძლებს.
ანუ ესაა შენი გაგმა. დარწმუნებული ხარ, რომ განი დაგთან ხდება. გონი არ იცი განი ჩემზე რას ფიქრობს. რა თქმა უნდა ვიცი. ხო და მოქმედებაზე გადავალ. განი როგორ ხარ? კარგად შებლა. ძალიან მოვიწყინე. შეგიძლია ვნახო. თუ დაკავებული ხარ, შენთან მოვალ. დღეს დაკავებული ვარ. კარგი, საღამოს გნახავ. არც საღამოს შემიძლია. რაღაც საქმე მაქვს. დაგირეკავ, როდესაც გავთავისუფლდები. კარგი, როგორც გინდა. დროებით. აი ნახავ. ამ სოფლელი გოგოს წყალობით ძალიან კარგად გავერთობით წელს. მეც ასე ვფიქრობ. ჩემს გეგმას განვახორციელებ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მინდა. საყვარელო, ერთი მეორეზე უკეთესი ტორტები გამოგდის. ოქროს ხელები გაქვს. შეგერგოს. ამ ადგილს გავარეკლამებ და კლიენტებიც იმატებს. აი ნახავ. მალე შეკვეთებს ვერ აუხვალთ. იმედია. ძალიან დავიღლები, მაგრამ სამაგიეროდ ფულს გამოვიმუშავებთ. გამარჯობა, მეგობარო. გამარჯობა. პაკეტებს გამოგართმევ. არა, მე გამოვართმევ. არა, საჭირო. მადლობა, არ შეწუხდე. გამარჯობა, ჩემო საყვარელო. გამარჯობა, ჩემო სიცოცხლე. საყვარელო, სამსახურში უნდა წავიდე. კარგი, აქაურობას მივალაგებ. ძმაო, შენთან რაღაც საქმე მაქვს. კარგი, გისმენ? პირადი სალაპარაკო მაქვს. კარგი, წამოდი გარეთ გავიდეთ. ნეტავ რა ჩაიფიქრეს. ნეტა ვიცოდე. ინტერესით ვკვდები. მეც. ასლი, ამ გოგოზე ხო არ ელაპარაკება. ნუ სულელობ განჯა. გახსოვს აგარაკზე რომ ვიყავით. გასაგებია, კიდევ გინდა წასვლა? უკვე ყველაფერი დავგეგმე. მართლა? აბა მომიყევი. ალბათ 5 ვარსკვლავიანმა სასტუმროებმა დაგხალა. მე ძალიან დავიღალე, მეგობარო. იმიტომ კი არა რომ ვისვენებდი, მე იქ მუშაობდი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? მინდა ბუნებაში გავიდეთ. ბუნებაში? ხო, ლაშქრობაში ადრე ყოფილხარ? არა. გარწმუნებ, ძალიან სახალისო იქნება ძმაო. ადრე სკაუტი ვიყავი. ცეცხლის დანთება და კარვის გაშლა ვიცი, ძალიან კარგად გამომდის ეს საქმე. ძალიან კარგად. მაგარია. ხო, ეს საქმე მე მომანდე. იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ გოგოებს არ გკითხოთ, იქნება არ უნდათ წამოსვლა. გკითხოთ. მეგობარო. გგონია გოგოებს წამოსვლა არ ენდომებათ? კარგი რა ბურაკ. სიურპრიზად დავტოვოთ. კარგი გეგმა მაქვს. ძალიან კარგი. ისმენ, მომიყევი. ამდენი ხანი რაზე ლაპარაკობენ? ასლი? ისე ვალკანზე ფიქრობ? სულ დღევანდელ დილაზე ვფიქრობ. მაპატია ასლი, ჩემი ბრალია. გინაღამ ცუდი რაღაც მოხდა ჩემი დაუფიქრებელი ლაპარაკის გამო. შენ რა შუაში ხარ? რა იცოდი? სულელი ვარ და იმიტომ ხანდახან ვფიქრობ, რომ პირი ამოვიკერო. ასე აღარაფერს ვიტყვი. ამას ნუ ამბობ. კარგია, რომ ვალკანმა არაფერი თქვა. მადლობა ღმერთს. იმედია არასდროს არაფერს იტყვის, ხომ? ალბათ არ იტყვის, მაგრამ ძალიან შევრცხვი. კარგი, ნუ ნერვიულობ, დაივიწყე. თავარია ბურაკთან ერთად ხარ. ხო. კარგია, რომ ვალკანმა უკვე სიმართლე იცის. იმედია არაფერს იტყვის განჯა. ბურაკის დაკარგვა არ მინდა. არც დაკარგა ვასლი და მშვიდდი.
დაამთავრეთ საქმეზე ლაპარაკი. დავამთავრეთ. ერდემ. ხო მომიყვები რაზე ილაპარაკეთ საყვარელო. საყვარელო, უნდა წავიდე, კოცნი. დროებით. დროებით. ერდემ, რას გვიმალავ? მოგვიყევი. გითხარი ერდემ, გისმენთ? სურპრიზია, არაფერს გეტყვით. სამზარეულოში გავალ. გამარჯობა. 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 მსუბუქ სამუშაო დღეს გისურვებთ. მადლობა, დაბრძანდით. თქვენი მეილი მივიღე. ძალიან მომეწონა თქვენი ესკიზები. დიდი მადლობა. მიხარია რომ მოგეწონათ. ძალიან მომეწონა, ამიტომ მოვედი. შეკვეთა მაქვს თქვენთვის. რამეს ხომ არ დალებთ? ლიმონადს თუ შეიძლება. ახლავე მოგიტანთ, გმადლობ. თქვენი ესკიზები ერთი მეორეზე მეტად მომეწონა. ყველას ავიღებ, როგორც შევთანხმდით. 500 კაპკეიკი მინდა. კარგი. გონი ძალიან კარგი გამოვა. მეც ასე ვფიქრობ. გემრიელად მიირთვით. დიდი მადლობა. მირჩევნია ახლავე გადაგიხადოთ. რამდენი უნდა მოგცეთ? 2000 ლირა. კარგი. ჩავიწერ რომ გადაიხადეთ. კარგი, მშვენიერია. ხო მართლა, საქორწინო ტორტის შეკვეთაც მინდა. 250 კაცზე. იმედი მაქვს ესკიზს დამიხატავთ არა? რა თქმა უნდა. რამდენიმე ესკიზს დავხატავ და მეილზე გამოგიგზავნით. კარგი, მომავალ კვირას მჭირდება. ძალიან მიხარია რომ გაგიცანი ასლი. ამიერიდან ხშირად მოგვიწევს ერთად მუშაობა. იმედია. მეილზე სურათებს აუცილებლად გამოგიგზავნით. კარგი, მე წავალ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. დროებით. დიდი მადლობა. დროებით. რამდენი ფულია? ასლი. ახლა ბედნიერებისგან ვიდირებ. რა კარგი ქალია. კიდევ მოვა? იმედია. თუ რამდენიმე ასეთი შეკვეთა გვექნება, მალე ფულში ვიბანავებთ. ხედავ როგორ მოეწონე. შენი ნიჭიერება დააფასა. გისმენ. გამარჯობა. მე კოსმეტიკური ხაზი მელსის დირექტორი ელჩიმი ვარ. ასლის ფესეობრები? დიახ, მე ვარ. გამარჯობა. მინდა კონკურსის შესახებ დაგელაპარაკოთ. შეგიძლიათ ოფისში მოხვიდეთ ჩემთან. ახლა სამსახურში ვარ. ვეცდები ადრე გავეთავისუფლო და დაგირეკავთ. კარგი, თქვენ ზარს დაველოდები. კარგი. დროებით. დროებით. ასლი. ვინ დაგირეკა? ჩაბლას დედა. ქალბატონი ელჩიმი. კონკურსის შესახებ უნდა ჩემთან ლაპარაკი. მაგარი ასლი. ალბათ მიხვდა რომ შენი ნახატია. ხომ გითხარი სამართლიანობა გაიმარჯვებს მეთქი. წადი, არ დაელოდო. არ შემიძლია განჯა. ამ გოგოს გზაზე ვეღარ გადავეღობები. ძლივს ყველაფერი დაალაგდა. ახალი პრობლემები არ მინდა. ნუ სულელო, ბუნდა წახვიდე ასლი. ვიცი რომ სიყვარულის გამო დამცირებასაც იტანდი და ჩუმად იყავი, მაგრამ მან შენი ნახატი და ნიჭი მოიპარა. შეიძლება ასეთი შანსი აღარ მოგეცეს. აუცილებლად უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა. ტყუილად არ დაგირეკავდა. ანუ რაღაც ეჭვი აქვს. დავილაპარაკოთ. კარგი, დავილაპარაკოთ. მაგრამ რაზე? ასლიზე. ანუ ასლიზე გულწრფელად გინდა საუბარი. მიხარია. ვერ ხვდები რის თქმა გინდა. დიდი ხანია მატყუებ. ასლის მიმართ რომ გრძნობა გქონდა. ხვდებოდი, მაგრამ არაფერი გითქვამს ჩემთვის.
ასე რატომ მოიქეცი? მითხარი. თქვი რომ გაგიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ შენც გაქვს გრძნობები. გულწრფელი არ შენ ხარ. რა გაცინებს? სასაცილო რა ვთქვი? კიდევ ვერ ხვდები. ვერ ხვდები, რომ ჩემი დასლის ურთიერთობა მეგობრობას არასდროს გამცდარა. რამდენიმე დღის წინ მითხარი, რომ მისი ცოლად მოყვანა გინდა. ხო? ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ყველაფერი გეღიარებინა. ეს რას ნიშნავს? ანუ ყველაფერი იმიტომ მითხარი, რომ სიმართლე მეთქვა? ბიძაშვილო, მხოლოდ იდიოტი ვერ შეამჩნევდა, რომ თქვენ შორის რაღაც ხდებოდა. ყველაფერი ვიცოდი და ველოდებოდი, როდის მომიყვებოდი. როგორც მეგობარს ან ძმას. მაგრამ არაფერი გითქვამს. ასლი მართლა რომ მომწონდეს გეტყოდი, შეგიძლია მშვიდად იყო. და კიდევ ერთი. გთხოვ არაფერი დამიმალო. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვეღარ დაგეხმარები ხოლმე. რომელზე? არ დააგვიანო. ვის ელაპარაკე, ბიძაშვილო? მნიშვნელოვანი არაფერია, შეხვედრა მაქვს. განიმ დაგირეკა? ბურაკ, სად უნდა შეხვდე? მეც წამოვალ. არა. მარტო წავალ, არ მინდა იფიქროს, რომ მეშინია. შენ ვერ წამოხვალ, თვითონაც მარტო იქნება და არც მე ვაპირებ ვინმესთან ერთად მისვლას. ჩვენი ვრად იცი განი რა ნაძირალაა. მარტო არ მოვა. შეიძლება განი ნაბიჯვარია, მაგრამ მე სუფთა სინდისით მივალ. არ წამოხვალ ვალკან. კარგი, როგორც გინდა. კარგი, შემოუშვით. მობრძანდით. გამარჯობა. დაბრძანდით გთხოვთ. აქ იმიტომ დაგიბარეთ, რომ თქვენთან რაღაც საქმე მაქვს. შეგიძლიათ ის ნახატი დახატოთ, რომელზეც ვისაუბრეთ. ჯერ მოხვედი და მითხარი, რომ შენი ნახატი იყო. შემდეგ კი დამირეკე და მითხარი, რომ შეგეშალა. ეს რატომ გააკეთე? იმიტომ რომ გავიგე ჩემი ნახატი თქვენმა შვილმა მიითვისა. ამიტომ გითხარით ასე. გასაგებია. აშკარაა, რომ ეს შენი ნახატია. ჩემი შვილის სახელით დიდ ბოდიშს გიხდი. გთხოვ, ეს ჩეკი მიიღე ჩემგან. თუ ამას სიჩუმის სანაცვლოდ მთავაზობ, არა. არასწორად ნუ მიიღებ. ამას იმიტომ გაძლევ, რომ დაიმსახურე. გთხოვ, მიიღე.
gerçeğin ortaya მხოლოდ ის მინდა სიმართლე ყველამ გაიგოს, ამიტომ არ შემიძლია ამ ფულის მიღება. ben bunu kabul edemem. ძალიან გთხოვა იღე. ძალიან მეწყინება. Gerçekten მართლა არ მინდა. bu konu beni ამ თემაზე საკმარისად ვინერვიულე. siz de bu konuyu kapatın. ძალიან გამიხარდება თუ ყველაფერს დაივიწყებთ. Bir saniye. მოიცადე ასლი. Aslı bak. ეს იმ სააგენტოს ნომერია, ვისთანაც თანამშრომლობთ. Sürekli yeni proje ძალიან ხშირად აქვს სხვადასხვა პროექტები. yeni tasarımcılarla çalışıyor. ახლა ახალ დიზაინერს ეძებენ. დავურეკავ და შენზე ყველაფერს ვეტყვი. ძალიან გთხოვ. მათთან მიდი შეხვედრაზე. უფლება მომეცი ეს მაინც გავაკეთო შენთვის. Yapmama izin ver. Çok teşekkür დიდი მადლობა. şey. კარგი. Aslı ჩემი კომპანიის პრესტიჟისთვის ნიშნულოვანია რომ ეს ამბავი არავინ გაიგოს. merak etme. არ ინერვიულოთ. არავის ვეტყვი. Aşkım საყვარელო, სად ხარ? დაკავებული ხარ? tamam. კარგი. Sen burada აქ დამელოდე ხალილ. Aslı değil mi o? ეს ხომ ასლია? რომელი? Neden kız? აი იქ რომ მიდის. Evet o. კი ესა? Ay, Elçin'in şirketinde. ელჩიმის ოფისში რას აკეთებს? ასლი? არ ვიცი, არ დამინახავს. Ay neyse tamam. ალბათ მომეჩვენა. Sen beni burada. აქ დამელოდე. Evet Aslı Koçer. დიახ, დიახ, ასლი კოჩერი. თქვენი ნომერი მივეცი, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ითანამშრომლებთ. Harika. Asıl ben შესანიშნავია, მადლობა. დროებით. görüşmek üzere. Efendim, გისმენთ. Selda. ცელდა? Tamam. კარგი, შემოუშვით. Hoş geldin. გამარჯობა. Kusura bakma. ჩემო სიცოცხლე მაპატია რომ გაუფრთხილებლად მოვედი. არა უშავს, თავისუფალი ვარ. დაჯექი. Otursana. Hayatım საყვარელო, biliyorum bana kız ვიცი რომ აღელვებული ხარ, bir kötü niyetim. მაგრამ ცუდი განზრახვა არ მქონია. ჩემლასთვის გულისკენა არ მინდოდა. ვიცი სელდა, Ama artık მაგრამ მინდა რომ ბურაკისგან რაც შეიძლება შორს იყოს. ya gerçekten zor. ახლა რთული პერიოდი აქვს. Yani განიცდის რომ დაშორდნენ, შენ კი შენი ქცევებით აიმედებ, ama sen böyle რომ ისევ შერიგდებიან. içinden bir umut doğuyor. Sonuç yine hüsran. Haklısın. მართალი ხარ საყვარელო, Özür dilerim. მაგრამ გვპირდები ამ საქმეში აღარასდროს ჩავერევი. Çocuk değil. მათი ურთიერთობა მათი მოსაგვარებელია. Asla karışmayacağım bundan sonra. აღარ ჩავერევი. Biliyorum Selda, biliyorum. Eksik. ვიცი სელდა, ვიცი, მადლობა. საყვარელო, Sana bir şey ჩვენს soracağım. მზარეულს ქალიშვილი ყავს. Kızı var Aslı. diye. Onu bu şirket დავინახე როგორ გამოდიოდა შენი კომპანიიდან. onun დარწმუნებული ვარ შენთან არ მოვიდოდა, მაგრამ ხომ არ იცი აქ რას აკეთებდა? Vallahi bir bilgi არ ვიცი, ალბათ რომელიმე თანამშრომელს იცნობს აქ კარგად. Aman ben მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ მაინც გკითხე. şey ანუ ეს გოგო თქვენი ახალი მზარეულის შვილია, რომელიც გემრიელად ამზადებს, არა? evet evet. ხო, ხო. ჩვენთან Onlar bizim müşterimiz. ცხოვრობენ ამჟამად, რაღაც პრობლემები აქვს სახლთან დაკავშირებით. ქმარი გარდაიცვალა, ამიტომ შეგვეცოდა და დავიდოვეთ. Biz de acıdık yani. kızı da çalışmıyor. და მისი ქალიშვილი მუშაობს? არა, მაგრამ წელს უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლას ნიჰატი უფინანსებს. Nihat burs verdi. სტიპენდია დაუნიშნა. Ne güzel. მშვენიერია. საინტერესოა რატომ გაუჩნდა ეჭვი რომ შენი ნახატი იყო. არ ვიცი, Ama kızın hiç მაგრამ აშკარაა რომ ჩებლას არ უთქვამს. ხო, ფული რატომ არ გამოართვი? დაიმსახურე. istemiyorum. არ მინდა ის ფული. Konu kapandı თანაც ქალბატონმა ელჩიმმა უკვე გაიგო რომ მართალი ვარ და ve kızın თავისი ქალიშვილი ატყუებს.
კარგი, ეს თემა დავხუროთ. Ya aşkım. საყვარელო, დღეს რამე გეგმა გვაქვს? Ona göre annem de. დედა ჩემს ვუთხრა, რომ დამაგვიანდება. საყვარელო, ჩემი ბავშვობის მეგობარს უნდა შევხვდე. დედა შენს კი უთხარი, რომ ხვალ განჯასთან რჩები. Neden? რატომ? სიურპრიზი მაქვს. Şu Erdem'le. ერდემთან ერთად დაგეგმე? ხო, დედა შენი გამოგიშვებს? Tamam. დაველაპარაკები საყვარელო. ახლა უნდა წავიდე. სახლში გვიან მოვალ. არი ნერვიულო. კარგი. Ay sütü unuttum. რძე სულ დამავიწყდა. განი. რატომ მოხვედი? რაზე გინდა ლაპარაკი? ჩემგან და ჩემი ახლობლებისგან თავი შორს დაიჭირე. უკანასკნელად გაფრთხილებ. ამის სათქმელად მოხვედი? ძალიან შემეშინდა. მეგონა ცემამ ცოტა აზრზე მოგიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს შევწდი. ძალიან შევწდი. გეშინია. რომ არ გეშინოდეს, მარტო მოხვიდოდი. არ მეშინია. უბრალოდ ჭკვიანი ვარ, რასაც შენზე ვერ ვიტყვით. რატომ არ მპასუხობ, ბურაკ? არ გაბედო და გზაზე არ გადამეღობო. თორემ მოკლავ. ბიძაშვილა, საქმე დავამთავრეთ. შეგვიძლია წავიდეთ. ისევ დაგეხმარე. მადლობა ბიძაშვილო, შენ რომ არ მოსულიყავი, უარეს დღეში ჩავარდებოდი. ვიცი. ბიცოლა რომ გნახავს გაგიჟდება. უფრო მეტად ასლის რეაქციის მეშინია.
ეს ომი შენი დაწყებულია. Ben sana gösteririm. მე შენ გიჩვენებ. Burak neredesin? ბურაკ, სად იყავი? Yüzüne ne oldu? რა გჭირ სახეზე? Kavga ettin değil mi? ისე ვინ ბიჭს ეჩხუბე? Burak bana რატომ მომატყუე ჩემი ბავშვობის მეგობარს ხვდებიო? okul arkadaşıma buluşacağım işim vardı. რატომ მომატყუე? ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, არ მომიტყუებია. ნუ დამცინი ბურაკ. Öldüm. ნერვიულობისგან კინახამ მოვკვდი. Bir de çatladım. ჩემო გაბრაზებულო სიყვარულო. ნუ ნერვიულობ, კარგად ვარ. Çok kızdım. ძალიან გაბრაზებული ვარ ბურაკ. იმ ბიჭს აღარ შეხვდე. კარგი საყვარელო, კარგი. გპირდები აღარ შევხვდები. უბრალოდ ანგარიში უნდა გაგვესწორებინა. Canı yanıyor mu? ძალიან გტკივა. კი. იმ ელექსირს წამისვავ. არა, არაფერსაც არ წაგისვამ. ესეც საკმარისია. შენ ხარ ჩემი წამალი. სულელი ხარ ბურაკ. Bana sakın აღარ იჩხუბო. კარგი საყვარელო, კარგი. Ay Burak ბურაკ, რა დაგემართა? ბურაკ, იქნებ მითხრა რა ხდება. როგორც ჩანს, ეს რამდენიმე დღის წინანდელი ამბის გაგრძელება არა? ხო, მამა. თქვენ ვერ ჩაგრევდით. მაპატია. Ay Burak niye saklıyorsun? ბურაკ, რას გვიმალავ? ვინ არის ის ბიჭი? გაგვაგებინე. ის ვისაც წინა ჯერზე ვეჩხუბე დედა. ვიფიქრე პოლიციაში მისვლა არასწორი იქნებოდა და საქმე მე მოვაგვარე. ეს რას ნიშნავს? რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ ბურაკ? დედა გეყოფა, გთხოვ არ მანანებინო, რომ მოგიყევით. კარგი შვილო, მაგრამ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს უნდა გაითვალისწინო. ასეთ ჩხუბებში აღარ უნდა ჩაერიო. მამა, ვერ გავჩუმდები, როდესაც რამე არასწორი ხდება. მაგრამ გპირდებით, რომ ასეთი ადამიანებისგან თავს შორს დავიჯერ. კარგი შვილო. Yani o მადლობა ღმერთს, რომ იმ იმტანს დაშორდი. თორემ ვინ იცის რამდენ პრობლემას შეგექმნიდა ის გოგო. açılacaktı başına. დედა, მე რამდენად გითხრა, რომ ის არაფერ შუაშია. Tamam oğlum. კარგი. დილამშვიდობისა, მამა. დილამშვიდობისა, შვილო. ვალკან? რა დაგემართა? რა მოხდა? მე და ბურაკს ვიღაცეებთან ჩხუბი მოგვივიდა. რატომ? რა მოხდა? რამ გაგაგიჟათ? ან შენ, ან ბურაკი? გასაგებია, რომ მაგრები ხართ, მაგრამ ეს ენერგია სამსახურსა და სწავლას მოახმარეთ. Okulunuzu harcasanız da biraz. კარგი, მამა. არ ინერვიულო, უბრალოდ იმ ბიჭებმა ის მიიღეს, რაც დაიმსახურეს. შერასაპირებ. როგორ მიდის ქორწილის სამზადისი? შემიძლია რამით დაგეხმაროთ? Sağ olun. არა. მადლობა. Bir de tabii ჩემთვის შენი გვერდით დგომაც საკმარისია. კარგი იქნება თუ ედას დაელაპარაკები. ადრე თუ გვიან ამ ამბავს შეეგუება, არ ინერვიულო. მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ მაინც მიაქცია ყურადღება შენს დას, კარგი? კარგი, მამა. მეჩქარება, უნდა წავიდე. განჯა. დედამ გამომიშვა. Ay evet süper oldu. ხო მაგარია. Tamam görüşürüz. კარგი დროებით. Aslı. ასლი, Seninle biraz შეიძლება ვილაპარაკოთ. tabii şu რა თქმა უნდა, დეიდა შუკრან. Aslıcığım ne ასლი, ბინას ხომ ეძებ? bakıyorsun değil mi? Evet bakıyorum. დიახ, რა თქმა უნდა. Aslıcığım. ასლი, შეიძლება არ გჯერა, მაგრამ Ne zaman istersen. თუ დახმარება დაგჭირდებათ, თქვენს გვერდით ვიქნები. Çok sağ ol
დიდი მადლობა დეიდა შუკრან. ქალბატონო შუკრან. თქვენთან სალაპარაკო მაქვს. Tabii Burak. რა თქმა უნდა, ბატონო ბურაკ. ჩემს ოთახში შევიდეთ. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. Buyurun Burak. გისმენთ ბატონო ბურაკ. ჩემი და ასლის ურთიერთობის შესახებ იცით. მადლობელი ვიქნები თუ ამ თემაზე აღარასდროს დაელაპარაკებით და არ შეაწუხებთ. Burak Bey. ბატონო ბურაკ. Emel Bey. ემელი ჩემი საუკეთესო მეგობარია. Onun üzülmesi. არ მინდა რომ გული ედგინოს და სამსახურის გარეშე დარჩეს. თქვენი აზრით მე ამას დავუშვებ? Belki siz vermez შეიძლება თქვენ არა, მაგრამ ama biz sen ჩვენ ქალბატონის სელდას მოახლეები ვართ. bu olayı დედა თქვენმა რომ ეს ამბავი გაიგოს სამსახურიდან გაგვაგდებს. უკვე გითხარით რომ მსგავსი არაფერი მოხდება. ძალიან მალე მე და ასლი მშობლებს დავილაპარაკებით. თქვენი ოჯახი არასდროს მიიღებს ასლის. Emel de ემელი კი არასდროს არავის მისცემს უფლებას მისი ქალიშვილით ვინმე გაერთოს. თქვენი მესმის, მაგრამ მე ასლი გასართობად არ მყავს. მართლა მიყვარს. Burak Bey. ბატონო ბურაკ, Sizi yargılamak უფლება არ მაქვს დაგადანაშაულოთ, ama ben მაგრამ ვალდებული ვარ ჩემი მეგობრის ოჯახი დავიცვა. olmak zorundayım. Emel'i çok iyi. ემელს კარგად ვიცნობ. Aslı'ya çok kızdım. ასლის ძალიან გაუბრაზდება და მათი ურთიერთობა გაფუჭდება, Annesine როდესაც ამ ამბავს გაიგებს. arası bozulabilir. ყველაფერი მესმის. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. გაჩუმდით და ასლი არ შეაწუხოთ ამ თემაზე ლაპარაკით. baskı yapmamanız. Tamam. კარგი, Anladım Burak. გასაგებია ბატონო ბურაკ. Şimdi izin. ახლა კი თქვენის ნებართვით წავალ. რა თქმა უნდა. მიპასუხე ოქტაი. Nihayet. როგორც იქნა? Merhaba. გამარჯობა ოქტაი. Seninle შენთან სალაპარაკო მაქვს. önemli bir konu var. Çağla'nın ჩებლას ფსიქიკა ძალიან მადარდებს სამბოლო დროს. უცნაურად იქცევა. değil. თავის თავს არ გავს. Tek davranışlarda bulunuyor. Ne demek? რას ნიშნავს მე რა გავაკეთო? მის გვერდით უნდა იყო. შენი შვილი არაა? Sana ძალიან სჭირდები. Bak, ben elimden მე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ჩებლას მამას სჭირდება გვერდით. geliyorum. Hayır, არა, არ ვაზვიადებ. başkasına ait ვიღაცის ნახატი მიითვისა. gösterdi. Evet, კი, eminim. დარწმუნებული ვარ. Sence bu normal? გგონია რომ ეს ნორმალურია? Bunun benimle... მე რა შუაში ვარ? Ben ondan... არაფერი მithქვამს. Tamam. კარგი tamam. ოქტაი, კარგი. საერთოდ არ უნდა დამერეკა შენთვის. Seni hiç... ჩათვალე რომ ეს ლაპარაკი არც ყოფილა. საყვარელო. რა გჭირს? ძვირფასო. ყველაფერი კარგადაა. კი, ბურაკ. Buradan pek öyle. არ გეტყობა, რა მოხდა? მითხარი. Bir şey olmadı. Hadi. არაფერი. წავიდეთ. ქალბატონი შუკრანის გამო ხარ ასე? შენ საიდან იცი? Sizi თქვენი საუბარი მოვისმინე, მაგრამ არ ინერვიულო. bundan აღარაფერს გეტყვის. edemeyecek. Burak şu დეიდა შუკრანს ელაპარაკე, ბურაკ. მერე რა მოხდა ასლი? Benim sevgilim ჩემს სიყვარულს ვერავინ აწენინებს. Burak o beni üzdü. მას ჩემი წყენინება კი არა დაცვა უნდა. საყვარელო. ამ თემაზე აღარ ინერვიულო, კარგი? Günaydın anne.
დილამშვიდობისა დედა, დილამშვიდობისა საყვარელო. Sinan abiyle mi? სინანს ხომ არ ეჩხუბე? Hayır. არა ჩებლა. Çağla. Seninle უნდა დაგელაპარაკო. benim de senin... მეც მინდა რაღაცაზე დაგელაპარაკო. Önce ben... შეიძლება მე დავიწყო. Tamam. კარგი, Senin... გისმენ. Nasıl söyleyeceğimi... არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ სიმართლე უნდა გაიგო. Çünkü çok huzursuz. ძალიან ცუდად ვარ. Kızım. რა მოხდა? Ben sana yalan söyleyeyim. მოგატყუე. Böyle bir şeyi neden yaptın? არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, მაგრამ როდესაც ამაზე ვფიქრობ მართლა ცუდად ხვდები დედა. Gerçekten yaptığım şeyden çok utanıyorum. Bana hangi konuda? რა მომატყუე? Birinci olduğum... ნახატის შესახებ. Aslında bana... რომელმაც გაიმარჯვა, ჩემი არ არის. Bunu söylerken... დედა ძალიან მრცხვენია ამას რომ გეუბნები, გთხოვ ასე ნუ იქცევი. Ben galiba... ალბათ მინდოდა რომ ჩემით გეამაყათ. შენ, ბურაკს, ბურაკის მშობლებს, ჩებლა, დედა გთხოვ არაფერი მითხრა. ისედაც ცუდად ვარ. რამდენიმე დღეა სულ ამაზე ვფიქრობ. Desem bir şey... გაკვეთილი უკვე მივიღე და Lütfen ben... აღარასდროს გავიმეორებ, გპირდები. Böyle bir şey yapmayacağım. ვიცი რომ რაც არ უნდა გითხრა, აზრი არ აქვს. დამნაშავე ვარ. Ama lütfen მაგრამ გთხოვ მაპატიე. konuyu kapatalım. Sana söz ეს თემა დავხუროთ. გპირდები ასე აღარასდროს მოვიქცევი. Karışık vereyim. შერეულს მოგართმევთ. Ben yazdım seni diğer yarıma. Tam 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 tam. თავი დაანებე. არა, მე გავრეცხავ. O zaman şöyle მაშინ შენ გარეცხე. sen dur ulan. მე გავამშრალებ. Hem müşteri მაინც არავინაა კაფეში, არ მინდა უსაქმოდ ვიჯდე. კარგი, მაშინ დამეხმარე. tamam. კარგი. Ya çok güzel şarkı. ძალიან კარგად მღეროდი. არ გააგრძელებ? საშინელი ხმა მაქვს. არა, ძალიან კარგი ხმა გაქვს. მართლა? ხო. Hadi devam. მედი გააგრძელე. ძალიან გთხოვ. კარგი, გავაგრძელებ. მედი. Sen iste dağları. Sen iste. Erdem Bey. ბატონო ერდემ. Tüm varım yoğum senindir. Erdem Bey. ბატონო ერდემ. ქალბატონო დეფნე. 30 lira. 30 ლირა. Bir dakika. შეგიძლიათ 2 წუთით დამელოდოთ. დიდი ბოდიში. Sen iste yolları aşarım. ერდემ, გისმენს საყვარელო. Kırıldı mı? გაგიტყდა? Ben de şimdi ახლა თავს გაგიტეხა. bir saat 1 საათია ყვირი. თქვენ კი არაფერი გესმით. yapmıyorsunuz. Sebebi ახლა ვხვდები, რატომ არ მოდიოდით? yapıyorsun Defne burada? დეფნე აქ რასაკეთებ? კაფეში უამრავი ხალხია. Seninle შენ მერე დაგელაპარაკები, ბატონო ერდემ. კარგი საყვარელო, თუ რამე დაგჭირდება აქ ვარ. უკაცრავად რომ გალოდინეთ. მადლობა. Ay Aslıcığım tam ასლი, კარგ დროს მოხვედი, შეგიძლია დამეხმარო. mısın? ახლავე დაგეხმარები. გამომართვე. განჯა, ერდემი სად არის? Mutfak. სამზარეულოში. ძმაო? ძმაო, გამარჯობა, გამარჯობა. რა შვები? მზად ხარ? ყველაფერი მზადაა. კარვები და საჭმელი წამოვიღე. კარგი, მე დანარჩენს მივხედავ. რა ჩაიფიქრე, მომიყევი? ანუ უნდა შევაშინოთ ვითომ გლები არიან? ეგ როგორ? ტელეფონში გადმოვიწერე მგლის ყმუილი და დათვების ღრიალი. რომ დაიძინებენ ჩავთავ, შეეშინდებათ და ჩვენ ჩაგვეხუტებიან. ცოდოები არიან ძალიან შეეშინდებათ.
ზუსტად იმიტომ მინდა ეს გავაკეთო, რომ შეეშინდეთ. შეშინებულებს კი ჩვენ დავიცავთ. მოიცადე. არ გახვიდე. გეგმა მაქვს. კარგი. ახლა სამსახურში წავალ და იმ დროისთვის მოვალ, რომ გავიდეთ. კარგი ძმაო. დროებით. კარგი. საყვარელო. ოფისში მივდივარ, რომ დავბრუნდები, წავიდეთ, კარგი? კარგი ჩემო სიცოცხლე. დროებით. Harika oldu. შვენიერია. Bakalım canım. ნახოთ ჩემი საყვარელი ქალიშვილი რას მეტყვის. Efendim anne. გისმენ დედიკო. Kızım neredesin? შვილო სად ხარ? Ay yoksa çıktım mı? გამოხვედი? Evet çıktım yolda. კი გარეთ ვარ. Ne oldu? რა მოხდა? Sesin bir kötü. ცუდი ხმა გაქვს. რამე მოხდა? Kızım შვილო, ben biraz ძალიან ცუდად ვარ. başka bir zaman görüşürüz. მოგვიანებით ხომ არ შევხვდეთ? Hem hastalığım sana da არ bulaşmasın. მინდა გადაგდო. Tamam o zaman. კარგი სადილი გადავდოთ. ახლავე შენთან წამოვალ. Kızım ben საყვარელო, მართლა ცუდად ვარ. bir zaman görüşelim. მოგვიანებით შევხვდეთ. არა დედა. ამ მდგომარეობაში მარტო ვერ დაგტოვებ. არაფრის გაგონება არ მსურს. Peki. ახლავე შენთან მოვალ. კარგი შვილო, კარგი როგორც გინდა. Tamam görüşürüz. კარგი დროებით. ბიძაშვილო, როგორ ხარ? კარგად. შენ როგორ ხარ? კარგად. ბიძიამ რა გითხრა? რომ გნახა. გაბრაზდა. ბიცოლამ რა გითხრა? მაშინვე ყვირილი დაიწყო. საბრალო ქალი ძალიან ნერვიულობს. სულ ნაცემი მივდივარ სახლში. არა ამჯერად ჩვენ გავუსწორეთ ანგარიში. დღეს საღამოს ან ხვალ ერთად ხომ არ წავიდეთ სადმე. დიდი ხანი არ სათყოფილ ვართ. ძმა უსიამოვნებით, მაგრამ დღეს ასლის მეგობრებთან ერთად მაქვს გეგმები. რა გაეწყობა? სხვა დროს იყოს. გაითვალისწინე, რომ არავინ არაფერი იცის. ვიცი, თუ რამე მოხდება დაგეხმარები. ხვალ საღამოს დავბრუნდებით. შენს გაიჩინე შეყვარებული და ერთად ვიაროთ ხოლმე. ნახოთ. ბედისწერის ამბავია ხომ იცი? კარგი დროებით. დროებით. Anne დედა, ne oldu? რა მოხდა? Of kızım gel. ძალიან მდგივა. Hani hastaydın sen? მითხარი რომ ავად გახდი. რა დაგემართა? უბედური შემთხვევა. Ne kaza? რა შემთხვევა? Sokakta yürürken კიბეებზე დავგორდი. ფეხი წამოგარი საყვარელო. görünmez kaza. Anne kolun alçıda. დედა ხელი გიფსში გაქვს. ასე როგორ დაიცი? Anne bana doğru. დედა სიმართლე მითხარი. რა მოხდა? Ya ben çok korktum. ედა ძალიან მეშინია. Ne oldu anlat. რა მოხდა? მომიყევი. პარკინგზე. Tam arabama მანქანასთან მივდიოდი და ვიღაც თავს მოულოდნელად დამესხა. ellerinden soğuk. თავს ძლივს უშველე. Kaçarken ben როდესაც გავრბოდი და ავეცი. otopark დაცვის უფროსმა ჩემი ხმა გაიგო და დამეხმარა. koşup geldi ya. სასწრაფო გამოიძახა და წამიყვანეს. Sonra ambulansı aradılar beni. Hasta. საავადმყოფოში. Kim yapmış onu? ვინ ჩაიდინა ეს? არ ვიცი. სახე ვერ გავარჩიე. Ben nasıl olduğunu ბნელო და თანაც ძალიან შემეშინდა. Polise პოლიციაში დარეკე? aradım. ი, დავრეკე. Aradım. მაგრამ Adamları სახეები ვერ გავარჩიე. yüzünde maske var. არ ვიცი იპოვნიან თუ არა შვილო. Bilmiyorum bir şey bulabilirlermiş de araştırıyorlar. არ ვიცი. Anne დედა, yoksa bunu amcam mı? ეს ბიძიამ ხომ არ გააკეთა? Böyle bir şey. თუ ასე აქ თქო მითხარი. Lütfen. არ ვიცი. არ მგონია ასე იყოს. Yine de bilemiyorum. ვერაფერი დავინახე. არ ვიცი შვილო. Amcam oraya. ბიძიას უნდა დავურეკო. არა შვილო. არ დაურეკო. Lütfen araba ya. თორემ ასე სიტუაციას უფრო დაამძიმებ. Tamam კარგი, ama მაგრამ bugün seninle kalacağım. დღეს აქ დარჩები, კარგი? Bu şekilde sen მარტო ვერ დაგტოვებ. Tamam ben
Gargi. Ben bunu მე ძალიან მინდა რომ დარჩე, მაგრამ baban ne? მამა შენი რა სიტყვის? Artık herkes ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. ვერავინ ვერაფერს მეტყვის. Şükran. შუკრან, Şükran. შუკრან, Şükran. შუკრან. Ay efendim. გისმენ. Daldın. ასე რაზე ჩაფიქრდი? Yok არაფერზე. რა მოხდა? Aslı'ya დღეს ასლი განჯასთან რჩება. kalacak. Burada აქ თავს ცუდად გრძნობს. Emel. ემელ, Ben Aslı'yla biraz ასლის დაველაპარაკე, მგონი აქაურობას მიეჩვია. Yani უნდა რომ დარჩეთ და ფული შეაგროვოთ. daha iyi olur falan dedi. ben üzülmeyeyim. ალბათ იმიტომ გითხრას, რომ არ მინერვიულო. არა. Bana öyle gelmiyor. თანაც სწავლა იწყება. Başlayacak ya. ფული ისედაც დაგჭირდებათ. ზედმეტი ხარჯები კი სისულელეა ამჟამად. Gerçi მგონი ეს ლოგიკურია, მაგრამ için de daha mantıklı. Kalın ოდა აქ დარჩით. Aslı'nın okulu hele როდესაც სწავლას დაამთავრებს, რამეს მოიფიქრებთ. Tamam. Doğru Gargi. söylüyorsun. Ben aslında ასლისგან განსხვავებით აქ თავს კარგად გრძნობ. şeyler çok iyi. კეთილი ხალხია. Sağ olsunlar. Bu ბატონმა ნიჰატმა ასლის სტიპენდიაც კი დაუნიშნა, თუ თანახმა იქნებიან, çalışabilir. აქ სიცოცხლის ბოლომდე უფასოდ ვიმუშავებ. Efendim? გისმენ, Hiçbir მარაფერს. სახლში ვარ. Bana mı geliyor? ჩემთან მოდიხარ? Tamam. კარგი, გელოდები. Hazır mı? მზად ხართ? კი, Hadi o zaman. წავედით. გაუშვი, მე წამოვიღებ. გითხარით სად მივდივართ ინტერესით წკუდებით? აჰო, ძალიან გვაინტერესებს, გითხარით რა? ძმაო, გონი დრო ავუთხრათ. კარგი უთხრათ. ბუნებაში მივდივართ. რას გულისხმობ? კემპინგზე. სად უნდა დავიძინოთ? კარვებში ყველაფერი წამოვიღეთ. კარვებიც, გადასაფარებლებით, სამწვადეგიც. ერთემ, ორიგინალური რომ მოგიფიქრებინე, რამე კარგი იქნებოდა. კარგი რა, კარგად გავერთობით. მაგრამ ადრე არასდროს გამითევია ღამე გარეთ. არც მე. არც მე, მაგრამ ერდემი ყოფილა ლაშქრობაში. დიახ, ძალიან კარგად შემიძლია ბუნებაში ცხოვრება, კარვის გაშლაც ვიცი და ცეცხლის დანთებაც, ნუ გეშინიათ. ძალიან გავერთობით, დაგვიჯერეთ. ძმაო, მუსიკა ჩართე. ქალბატონო ჩებლა, ბატონი განი მოვიდა. Gelsin. შემოუშვით. შემობრძანდით. Gani ne oldu sana? განი რა დაგემართა? Benimle neden bu? ახლა გასაგებია რა შეხვედრა გქონდა. Ama sana როგორც ჩანს ამჯერად შენ გცემეს. olan taraf sen olmuşsun. ეს დაივიწყე და მომიყევი რა მოხდა შენსა და ბურაკს შორის. ვერ ხვდები საერთოდ რა ურთიერთობა გაქვთ. Ufak bir hesaplaşma değil. მინდა დავსაჯო. იმიტომ რომ მიგატოვა? Evet. ხო, İntikam almak. მინდა შური ვიძიო. შურის ძიება გინდა? Vay vay vay. სიყვარული სიძულვილად იქცა? ასეთი რა ჩაიდინა.
Yardımına ihtiyacım. შენი დახმარება მჭირდება. Çünkü sen de ბურაკს ვერიდან, ასე რომ მგონი ერთად მოქმედება გვაწყობს. biliriz. Hayır. არა, Hayır. არა? Ya Burak, მე ბურაკთან ჩემი პრობლემები მაქვს. შენი. bence sen kendini... სჯობს ამ საქმისთვის სხვა გამოიყენო. Beni. Ben seni kullanmak განი, შენი გამოყენება არ მინდა. უბრალოდ მარტოობა არ შემიძლია. çevremdeki მინდა ვიღაცას ვენდობოდე. Kendinden... შენი თავის გარდა არავის უნდა ენდო. ama ben მე მინდა რომ შენ გენდო. Ben de მისმინე, saklamıyorum. არაფერი უნდა დამიმალო. ყველაფერს მომიყვები და დამიჯერე. Siz anlatacaksın. Ve გასაგებია? asla sözümden çıkmayacak. თუ ასე მოიქცევი, შევთანხმდებით. შევთანხმდით. კარგი, გისმენ. ძმაო, აგააჩერე, აქედან ფეხით წავიდეთ. კარგი. ძალიან ღელავ. ბურაკ, შეგწირდება. შარფი გაიგეთე. მადლობა. Yalnız bir şey söyle. რა სილამაზეა, მაგრამ ეშინია დათვები ამ გლები ხომ არ იქნებიან? Ayı falan olmasın. არ ვიცი, შეიძლება იყვნენ. Aydem nasıl ya? რას ნიშნავს არ იცი ერდემ? Olabilir mi? შეიძლება გარეული ცხოველები არიან? ხო, მაგრამ არ შეგეშინდეს ჩემო პატარაო, ჩემთან მოდი, დაგიცავ. ჩემო საყვარელო. Korkusuz. შენს გვერდით არაფრის მეშინია. Korkmaz. ჩემო გმირო. Erdem yani. ერდემ, რა სისულელეს ამბობ? Gerçekten sana inanıyorum. დათვი რომ გამოჩნდეს რა სიზამ? როგორ აპირებ ჩემ დაცვას? Yok mu? იარაღი არ გაქვს. რამეს მოვიფიქრებ, თანაც არავინ იცის არიან თუ არა აქ დათვები. მაგრამ რომ ციყვნენ, მე დაგიცავ. მანქანა აქ დავტოვოთ. აქედან ფეხით წავიდეთ, მე და ბურაკმა ყველაფერი მოამზადეთ. Ben alırım. işte Burak'la აი ასე მოხდა ყველაფერი. Sen ბურაკის დასჯა გინდა თუ მისი დაბრუნება? yoksa onun sana geri gelmesini mi istiyorsun? ჭებლა, Çağla. სიმართლე მითხარი. Bak bana karşı dürüst თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა. kuracağız. intikam almak istiyorum. მისი დასჯა მინდა. Hem ondan მხოლოდ მისი არა, hem de იმ გოგოსიც. bana yaptıkları მინდა ორივეს ვანანო ჩემი გამასხარავება. bunu yanlarına ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებ. O zaman ის გოგოც ისევე კარგად უნდა გავიცნოთ, როგორც ბურაკს ვიცნობთ. როგორც ხვდები, მასზე მნიშვნელოვანი არაფერი იცი. kızı tanı. ჯერ საჭიროა ამ გოგოზე ყველაფერი გავიგოთ. მერე კი მარტივია. კარგი. Bana bir დამპირდი რომ შენს თამაშებში აღარასდროს გამრევ. daha asla თუ გავიგებ რომ beni hiç რაღაც ინტრიგებს ხლართავ, დამკარგავ. bir şey yaptığını hissettiğim anda beni ხომ გამიგე? öyle bir şey oldu. გპირდები არაფერს ვიზამ. güzel. კარგი. Burası çok რა სილამაზეა. çok güzelmiş. მართლა ძალიან ლამაზია ქაურობა. Geldik. რა კარგია რომ ავედით. დიდი მადლობა. მადლობა შენ რომ მოხვედი. კარვები გავშალოთ. საყვარელო, ჩვენი კარავი სად გავშალოთ? Çadırımız. რას ნიშნავს ჩვენი კარავი? ხო, Çadırımız. რას ნიშნავს ჩვენი კარავი? საყვარელო, ერთად არ დავიძინოთ? Hayır tabii. რა თქმა უნდა, არა ბურაკ. Biz Aslı ile beraber. მე და ასლი ერთად დავიძინებთ. Siz de çok თქვენ კი მოგიწევთ ერთად დარჩეთ. beraber kalırsınız. ეგ როგორ? Gel arkadaşım. წამოდი მეგობარო, ჩვენი კარავი გავშალოთ. Bunu alalım. Nereye kuralım? სად დავდგათ? Şurası. აი აქ. დახმარება ხომ არ გჭირდებათ? არა, მადლობა. შეეშვი მეგობარო, თვითონ გაშალონ. ასე იმიტომ თქვი რომ თქვენ მოისურვეთ თქვენი კარვის გაშლა. სწორად აკეთებენ. ჯერ ხალიჩა უნდა გავშალოთ.
მერე რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი, ალბათ მართული უნდა გავაბათ. მეგობარო. და მეხმარე, მეგობარო. მეგობარო. მოდი. და მეხმარე. რა გაცინებთ, რატომ არ მეხმარები? ძმა, მგონი რაღაცას არასწორად აკეთებ. არა, თითქმის გამომივიდა. დიდი ჯოხი გვჭირდება რომ დავამაგროთ. დიდი? სად არის? ხომ არ დაგეხმაროთ? არა, თითქმის ყველაფერი გავაკეთეთ. ასე არა? კი, ყველაფერი მზადა. უკვე ღამდება, ჩვენც დაგეხმარებით. ერდემ, როგორც ხედავ, ძალიან კარგად ერკვევი ლაშქრობაში. İşlerinden, kamp işlerinden bayağı bir anlıyormuşsun. ოჩახ, ძმაო, მიდი თორემ შევრცხებით. უბრალოდ ეს ახალი კარვებია, ადრე სხვანაირი იყო და ამიტომ გამიჭირდა ახალზე შეჩვევა. არ ინერვიულო, მალე ყველაფერს ავაწყობ. Bence siz mangal გონი ჯობს მწოდის შეწვა დაიწყოთ, თორემ ამასაც ჩვენ გავაკეთებთ. erkek işi. ეს ხომ კაცის საქმეა. წვადის შეწვა კაცის საქმეა, ძმაო, წამოდი, მაღალი დავდგათ. აქ ისეთი არაფერია, გოგოებიც მიხედავენ. მიდით მწოდის შეწვით. ესეც ასე. ერდემ, რა მოხდა? რა გააკეთე? ცეცხლი დავანთეთ. ეს ზედმეტი არაა? Yani ხორცი არ გაფუჭდება? არა, არ გაფუჭდება. სპეციალურად ავანთე დიდი ცეცხლი, ასე უფრო კარგად შეიწვება. დამიჯერეთ. bak aç kalmayın. შივრები ხომ არ დარჩებით? Sen çadırda yamuk yumuk. თქვენ კარვით კი ვერ გაშალეთ. არ მესმის კარვის გაშლა როგორ არიცით? ძმაო, ხომ სწორად წავთ წვაც. დარწმუნებული ვარ, მაგრამ მეშინია კიდევ არ შევწყვეთ. ქალბატონო ელჩინ, ბატონო სინან ხვდებით? რა მეხდება თქვენ შორის? მეგობრებო, იქნებ გაგვატაროთ. არაფერს გვეტყვით? დიახ, ერთმანეთს ხვდებით. და მალე დავქორწინდებით. მართლა? დროა ყველამ გაიგოს. გილოცავთ. გილოცავთ. მადლობა. დიდი მადლობა. Babasının burada ne işi var? რა უცნაურია რომ აქ დაგხვდნენ. მეც ვფიქრობ, რომ სპეციალურად ჩვენთვის მოვიდნენ. იმაზე ფიქრობ, რაზეც მე. ხო, შენი ყოფილი ცოლი ისევ გვაოცებს. მაპატი ელჩიმ. Ay saçmalamasın. ნუ სულელობ სინან, შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ არ მინდოდა ოქტაის ასე გაეგო ეს ამბავი, მაგრამ არა უშავს. O kadar önemli değil. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. Çağla'yı მე შენია რომ ჩებლაზე გადატეხავს ამ ამბავს. aman artık მოხდეს რაც მოსახდენია. bence beklemeyelim. მოდი აღარ გვინდა ამდენი მოწდა. Hemen haftaya evlenelim. მომავალ კვირას დავქორწინდეთ. მართლა? ხო, კარგი. მადლობა. როგორია? მოგეწონათ ხორცი? Son müdahale. ძალიან გაგვიმართლა რომ სულ არ დაიწვა. Yani şanslıyız tabii. კარგი ხუმრობ. Ya tamam. ვიხუმრე, ვიხუმრე. Elinize sağlık. ოქროს ხელები გაქვს. ძალიან მომეწონა. გემრიელად მიირთვით. მართლა ძალიან გემრიელია. ამ ადგილზე კი ყველაფერი უფრო მეტად შეგვერგება. საყვარელო. შეგწივდა? Birazcık. ცოტა. რამეს მოვიდან და შემოიცვი. საყვარელო, შეგწივდა? Niye? Sen de mi? ხო, შენც მომიდა პლეც. არა. ჩაგეხუტები. Ya tamam bu. არ გამგოდო. გოგოებო, თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს. Ne oluyor ya? რა ხდება? Korkmaya başladım. არ ვიცი უკვე მაშინებენ. მალე ნახავთ.
Babam arıyor. მამა რეკავს. უპასუხე თორემ ინერვიულებს. Efendim baba. გისმენ მამა. საყვარელო, სად ხარ? Annemleyim. დედასთან. ედა, მან დრას აკეთებ. Hadi çabuk. სწრაფად სახლში წამოდი. არა მამა. Annemin bana ihtiyacı var. დედას ვჭირდები. დღეს აქ დარჩები. რა? გაგიჟდი ედა? Çabuk hadi. სწრაფად მომწერე მისამართი, მოგაგითხავ და წამოგიყვან. არ წამოვალ მამა, აქ დარჩები. შვილო, ძალიან გთხოვ წამოდი. არა. ედა, უკვე მაბრაზებ. Boşuna უაზროდ ნუ ბრაზობ მამა. annemi დედას ჭირდები და მარტო არ დავტოვებ. bırakmayacağım. დედა შენს რა სჭირს? Onu bana değil. ბიძიას კითხე. ედა, ედა. Aslında burada olsan, gözlerime bir baksan, o küçük dünyam büyürdü belki. İşe yaramayan sözler yok olup giderdi bir kara deliğin içinden. Bir sabah uyandığında, hani geç kaldığında, o küçük tatlı telaşına yeniden aşık olabilirdim. Öpücüklere boğabilirdim. Ama küçük şeyler, hep o küçük şeyler, her zaman büyük balık, küçük balık. Ama aynı hikaye, hep o hikaye. Hadi durma durma, dokun korktun karanlık sulara. Hadi durma, durma, dokun karanlık sulara. Kanka. ძმაო, მართლა ლამაზი ხმა აქვს. Ya çok teşekkür ederim. დიდი მადლობა. Ağzına sağlık. ულამაზესი ხმა ჩემო საყვარელო. ხომ ვამბობდი, ჩემს სიყვარულს კარგი ხმა აქვს მეთქი. მართალი ხარ თანაც ძალიან კარგი. შეგიძლია სინგლი ჩაწერო. სინგლი? მართლა? მგონი მართლა გამოგვივა. მართლა? Ya bu akşam დიდი მადლობა ყველაფრისთვის. size çok teşekkür ederiz. Gerçekten. აუ მართლა ძალიან დიდი მადლობა. Aslı hayat ასლი რა უცნაურია ცხოვრება. რამდენიმე თვის წინ ბალკანზე იყავი შეყვარებული. hastaneye ერთი სული გქონდა კაფეში როდის მოვიდოდა. hatırlıyor musun? გახსოვს რა ბედნიერი იყავი რომ ხედავდი. Polis yapacağın kişinin bu. ბოდრუმში ბალკანის შეყვარებულის როლი რომ უნდა გეთამაშა ძალიან გიხაროდა. Aç be oğlum. მიპასუხე შვილო. Kız amca. რატომ მითხრა ბიძიას გითხეო? გისმენ სინან. Abi. ძმაო, Eda. ედა სახლში არ მოვიდა. ბაშაკთან რჩება, ცუდად არის. ბაშაკს რა დაემართა? Söyleme. არ ვიცი ძმაო, მითხრა რომ შენ მეტყოდი. მე საიდან უნდა ვიცოდე? Ya ne demek მეც ვერ გავიგე ეს რატომ მითხრა. Öyle ანუ არაფერი იცი? არა, არ ვიცი. abi. არც კი ვიცი ბაშაკი საცხოვრობს, როგორ ვიპოვნო?
მე ვიცი. რა? Biliyor musun? იცი? ხო, სინან. მასთან ვიყავი. Sen რა? onu görmeye იქ რატომ მიხვედი? სინან ჯერ ედა წამოიყვანე და მერე ვილაპარაკოთ. აკა ის სასტუმროშია. tamam. კარგი ძმაო. დროებით. Ay Nihat. ნიჰათ, Yani başa. ბაშაკთან იყავი და მე არ ვიცი. რატომ არ მითხარი? Neden bana söylemiyorsun? რატომ? არ მithქვამს? Ay evet. არა, არ გითქვამს. Neden? ამ ქალთან რატომ წახვედი? ვიფიქრე რომ ბურაკი მანაცემინა. Bana bir şey yap. და რა გაუკეთე? არაფერი დამიშავებია. ამას როგორ გავაკეთებდი? ეს როგორ იფიქრე სელდა? Ne yapalım hadi. ხომ არ დავიძინოთ? Bence de yat. მეც მეძინება. კარგი, დავიძინოთ. İyi geceler. ძილინებისა, İyi geceler. ტკბილი ძილი. ძილინებისა. ძილინებისა. შესასვლელი საიდან არის? Çok güzel. რა კარგი საღამო იყო არა? Evet Gonca. ხო, განჯა. Ama asıl eğlenceli. გართობა ახლა იწყება. Ay çok fena. რა ბოროტები ვართ? Ama hak etti. დაიმსახურეს ასლი. Yani akılları sıra უნდათ რომ შეგშინებოდა და ერთად დარჩენილიყავით. kalacaklar. Şimdi onlar ხო და ახლა ჩვენ შევაშინებთ. დავიწყოთ? ცოტა მოვიცადოთ ძმაო. ხო, ჯერ დაიძინონ. ხმები რომ გააღვიძებთ, უფრო შეეშინდებათ. ძმაო, ჯერ არ უნდა ჩაგერთო. მე არ ჩამირთავს? რა? ჩემი ტელეფონის ხმა არ არის, არ ჩამირთავს. გოგოებო, გოგოებო, Ne oldu? რა მოხდა? თქვენ გეძინათ? Evet. ხო, ხმა გავიგეთ და გამოვედით. ხომ არ შეგეშინდათ? Yo. არა, Bir şey duymadım. ჩვენ არაფერი გაგვიგია. რაღაცას გეტყვით, მაგრამ არ შეგეშინდეთ. გონი ტყეში დათვები არიან. აი აქ, ტყეში. რა? დათვები? რომელი დათვები? პოლარული დათვები. ტყეში რომელი დათვი უნდა იყოს? ალბათ მურა დათვია. ერდემ, ხო მითხარია არაფერიაო. არ ყოფილა. თქვენ მართლა არაფერი გაგიგიათ? არა საყვარელო. Siz çadırın მიდი კარავში დაბრუნდით. içine bir şey თუ რამეს გაიგებთ, დაგვიძახეთ და მოვალთ. ნუ გეშინიათ. Sağ olun ya. მადლობა. მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ გვეგონა შეგეშინდებოდათ. კარგი, კარგი, ძილინებისა. ძილინებისა. Ay çok korktular ya. ძალიან შეეშინათ. არ ვიცი შენი როგორაა, მაგრამ ერდემა შიშისგან კინაღამ ჩაიფსა. Burak da korktu. არა, ბურაკსაც ძალიან შეეშინდა. Neyse. ახლა ფხიზლად იქნებიან. Betteler zaten. შეგვიძლია დავიძინოთ. Yazık. მეწოდებიან. Bunlar şimdi o korkuları. ახლა შიშისგან ვერ დაიძინებენ. Ya doğru söylüyorsun. მართალი ხარ, დილას გამოუძინებლები იქნებიან.
Arabayla falan. ბურაკი საჭესთან უნდა დაჭდეს. Ha, iyi tamam. კარგი, კარგი. Ama son bir ერთხელაც გავერთოთ, გთხოვ. lütfen. Size გთხოვ, ერთხელ. კარგი. Bence gelen გონი მამა შენი მოვიდა. Onunla gitmek არ მინდა წასვლა. tamam kız. კარგი შვილო, დამშვიდდი. Kızımı al. ჩემ შვილს მოვაკითხე. Lütfen. შემოდი, გთხოვ. Eda. eda, ადექი მივდივართ. არა, მამა. annemin ახლა მხედავდე და რა მდგომარეობაში ჩააგდო ბიძია. amcam. eda, რას გულისხმობს ბაშაკი? ჩემს ძმას რა შეადანაშაულებ? Ya. მე არაფერში ვადანაშაულებ. გუში ნიჰადი იყო ჩემთან და მე მუქრებოდა. ეგონა რომ ბურაკს რაღაც დავუშავე, მაგრამ ვუთხარი რომ მე არაფერ შუაში ვიყავი ამ ამბავთან. Ben de hiçbir alakam ნიჰატმა არ დამიჯერა. inanmadı. კინაღამ გამგუდა. Neredeyse beni boğuyordu. Bütün bunların წასვლამდე კი მითხრა, sensin. ეს ყველაფერი შენი ბრალია და პასუხს გაგებინებო. Yalan. მატყუებ. Yalan. არა, მამა, არ იტყუება. Ben de მეც აქ ვიყავი და ყველაფერი ჩემი ყურით გავიგონე. Ayrıca bugün annem დღეს კი დედას თავს დაესხნენ. sadece bu შენი აზრით რატომ? eda, ბიძა შენი ამას არ გააკეთებდა. Eda'cığım ედა, kızım zaten ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით ბიძა შენი იყო თუ არა. değiliz. Değil mi? კარგი, Neyse daha ნუ fazla იჩხუბებთ. uzatmayalım konuyu. Ben iyiyim. მე კარგად ვარ. Babanın მამას ნუ გააბრაზე. გაყევი. seni yalnız Marto ar daktaveb. işte. Sinan sen de izin სინან თუ ნებას მისცემე და ჩემთან დარჩება დღეს. benim yanımda kalsın. Sana söz დაველაპარაკები და ხვალ სახლში გამოვუშვებ. ama üstüne daha აღარ ეჩხუბო. კარგი? Tamam. კარგი ბაშაკ, მაგრამ ხვალ სახლში გამოუშვი. merak etme. კარგი, გპირდები. ძმაო, მოვიდა. დამშვიდე. როგორ დამშვიდე? მოვიდა. დათვი მოვიდა. ძმაო. ძმაო, გოგოებს მივაკითხოთ და გავიქცეთ. Ay aşkım inan. საყვარელო, როგორც ხედავ ძალიან შეგეშინდა. არა, არ შემშინებია. Aşkım. საყვარელო, ძალიან შეგეშინდა. როგორ ხარ? ეს იდიოტური ხუმრობა იყო. თქვენგან ვისწავლეთ. ხო, Neyse. ნუ გეშინიათ. არანაირი დათვი არაა ამ დღეში. Gördüğünüz gibi. შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ. დაბრუნდით გარავში. Rahat uyuyabilirsiniz. Hadi siz. დაიძინეთ. მიდი, მიდი. Hadi. მიდი. İyi geceler. ძილინებისა. Korkmayın. ნუ გეშინიათ. ძალიან კარგი იყო, რა კარგია რომ ჩამოვედით, არა? მართალია საყვარელო. ძალიან კარგი იყო ყველაფერი. Özellikle განსაკუთრებით კი თქვენი სიმამაცე მომეწონა. cesaretiniz. დათთან რომ აპირებდით შებრძოლებას. მიდი იცინეთ. მართლა რომ ყოფილიყო დათვი იცინებდით? Benim aşkım çok ჩემი შეყვარებული ძალიან მამაცია. seveydi.
დაინახეთ როგორ გამოვარდა დათვთან შესაბრძოლებლად. ასლი. Her şey ne kadar güzel. რა კარგი საღამო იყო. Şimdi gerçekten ახლა კი დროა რეალობას დავუბრუნდეთ. მერე რა, კიდევ წავიდეთ. Biz en iyisi ჯობს ვისაუზმოთ და კაფეში წავიდეთ. yapalım da. მაინტერესებს დეფნემ რა გააკეთა. ყველაფერი ხომ არ გადაწვა ან ჩაძირა იქაურობა. Dağıttı mı işleri ნეტა როგორ მიხედავდა ჩვენს კაფეს? საყვარელო, რატომ უნდა გადაეწვა იქაურობა? დიდი გოგოა, ყველაფერს მიხედავდა, არა? ნუ ნერვიულობ საყვარელო. ჩვენი ზღაპარი არასდროს დასრულდება. მოდი ჩემო სიცოცხლე. ვალკან, სათხარ რომ გირეკავ. რა ხდება მამა? რას ნიშნავს რა ხდება? მთელი ღამეა გირეკავ და არ მპასუხობ. არ მესმოდა. მოხდა რამე? მოხდა. გუშინ ედა ბაშაკთან დარჩა ღამით. Bir sürede orada kalacakmış. რა? Ya Başak. ბაშაკმა ხელი მოიტეხა და ედამ მარტო ვერ დატოვა. Ya ben ne dedim? რა არ ვუთხარი, მაგრამ არ წამოვიდა. მამა, შეეშვი, თვითონ მიხვდება როგორი ქალია. ვალკან, ეს რას ნიშნავს? იმას რომ მოთმინების ფიალა ამევსო. რამდენჯერ გავაფრთხილეთ, მაგრამ იმ ქალს თავს არ ანებებს, მაინც ნახულობს. ასე ნუ ამბობ, შენი გვერდით დგომა მჭირდება. ედას ზურგი არ უნდა ვაქციოთ. უნდა დავიცვათ. ზურგს არ ვაქცევ, მამა. უბრალოდ ედა სულ ახალ პრობლემებს ეძებს. როგორ მოვიქცეთ? ოთახში ჩავკეტოთ? მართალი ხარ რომ ბრაზობ. მეც ასე ვარ, მაგრამ მხოლოდ გაბრაზებული არა, ნაწყენიც ვარ. მთელი ცხოვრება შენ და მე ვიყავით მასთან. ყველანაირ კაპრისს ვუსრულებდით, მაგრამ შეხედე, მამა. ახლა მტრები ვგონივართ. და ვის გამო? მისმინე ვალკან. ახლა ბრაზი არ გამოგვადგება. ჩვენ თუ არა ვინ დაიცავს ედას? ბაშაკმა მითხრა რომ ედას დაარწმუნებს სახლში წამოვიდეს. İkna edeceğini söyle. მე ედა საერთოდ არ მისმეს. Eda artık benim söylediklerimi de dinlemiyor. ვალკან, მხოლოდ შენ შეგიძლია მისი დაბრუნება. მხოლოდ შენ. keşke ნეტა ჩვენ სახლში ვსაუზმობდეთ. მეც ძალიან მინდა საყვარელო. თუ დღეს საქმე არ გაქვს, წამოდი და სახლი შევარჩიოთ. Tamam. კარგი. Beni bundan daha fazla... ამაზე მეტად არაფერი გამაბედნიერებს. მართლა? მართლა. კარგი, ვისაუზმოთ და წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. Ya bu saate kadar ამდენი ძილი როგორ შეგიძლია? gitsene. Gidip ადექი და შენ შეყვარებულთან წადი, რომ თქვენზე ყველაფერი გავიგო. Her şey için çok დიდი მადლობა. ძალიან კარგად გავატარე დრო. მეც საყვარელო. ოფისში მივდივარ, შენ კაფეში წახვალ? evet. ხო, მაშინ წაგიყვან და მერე წავალ, კარგი? Üstümü değiştirip კარგი, გამოვიცვლი და გამოვალ. მაშინ ნახევარ საათში აქ დაგელოდები. მის სახლში რატომ მოვიდა? yok artık. არ არსებობს.
ასლი. შვილო. მოხვედი. მოვედი დედა. მაგრამ გამოვიცვლი და ისევ წავალ. ასლი, კაფეში მიდიხარ? ხო. დამელოდე და ერთად გავისეირნოთ. დედა გვპირდები ადრე გამოვალ და მერე გავისეირნოთ, კარგი? კარგი, ისაუზმე? კი, დედა, არი ნერვიულო. ჩემოჭკვიანო. ბურაკ. როგორ არ გრცხვენია შვილო? რატომ მანერვიულებ? რა მოხდა დედა? კიდე მე მეკითხები? სად იყავი გუშინ ღამით? ისევ მიმტანს შეხვდი? არა დედა. ჩემს მეგობარს შევხვდი და ღამით მასთან დავრჩი. სიმართლეს მეუბნები, ბურაკ. დედა. კარგი. უბრალოდ ვინერვიულე. იქნებ შეწყვიტო და მას უბრალოდ მიმტანი აღარ დაუძახო. ასე რატომ გძულს? ბურაკ, ვრეებს მეკითხები? ამ დღეში სწორედ მის გამო ხარ. ცხოვრების გაკვეთილებს რატომ არ ითვალისწინებ? დედა. მის გამო პრობლემა არ მქონია. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? ძალიან დავიღალე ერთი და იგივეზე საუბრით. ბურაკ. სად მიდიხარ შვილო? სამსახურში დედა, სამსახურში. თუ ისევ დავიწყებ, მიმტანთან შეხვედრას ჯობს ამ ამბავს შეეგუო. თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს. ოდნავ მაინც. ბურაკ, ერთი წუთით მოიცადე. შუკრან. ხალილ. ქალბატონო სელდა. ბურაკი გუშინ სად იყო? იმ გოგოს შეხვდა? არა ქალბატონო სელდა, ბატონი ბურაკი არავის შეხვედრია. მისმინე ხალილ. ურადღებით უნდა უთვალთვალო ბურაკს. და ყველაფერი გამაგებინო, გასაგებია? გასაგებია ქალბატონო სელდა, როგორც მიბრძანებთ. ქალბატონო სელდა. მეძახდით? არა შუკრან. რაღაცის კითხვა მინდოდა, მაგრამ უკვე გავარკვიე. გასაგებია ქალბატონო სელდა. ედა შვილო მზად ხარ? მზად ვარ. წამოდი, წავიდეთ. წამოდი ჩემო ლამაზო. ბალგან. შვილო. ედა, უნდა ვილაპარაკოთ. ცალკე. ედა, უნდა გავიდე. სადღაც უნდა დავრეკო. შენ კი ძმასთან დარჩი, ისაუბრეთ. დედა. ამის უფლება არ გაქვს ძმაო. ედა, მოემზადე. მე არცად წამოვალ. ან შენინებით წამოხვალ, ან ძალით წაგიყვან აქედან. ბავშვივით ნუ იქცევი. ბავშვივით? თქვენ მეკცევით ბავშვივით. შემდეგ კი ითხოვთ, რომ ზრდასრულივით მოიქცე. მიდი ედა, მოდი ედა, დაჯექი ედა, გაჩუმდი ედა, ილაპარაკე ედა. საკმარისია ძმაო. იცით მაინც მე რას ვფიქრობ ან რას გვრძნობ? ალბათ მეწოდინებოდა ცოტა ჭკვიანურად რომ მოიქცე. ედა ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს საერთოდ არ გაფასებდეთ. იმ ადამიანში ნუ გცვლი, ვინც მაშინ მიგატოვა, როდესაც ჯერ კიდევ პატარა იყავი. საერთოდ არ იცნობ ამ ქალს, მე და მამას როგორ გვტოვებ. მითხარი. ძმაო, დედას უსამართლოდ ექცევი. საერთოდ არ იცნობ. ანუ დედას ეძახი? ქალი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დედობას, შვილებს არასდროს მიატოვებს. ვერ ხვდები როგორ დაიმსახურა ამ ქალმა შენი სიყვარული. როგორ მიიღე უკან, როდესაც არც კი დაურეკავს წლების მანძილზე ედა. იმიტომ არ რეკავდა, რომ ციხეში იჯდა ძმაო. გესმის? რას ბოდავედა? სისულელეების მოსმენა არ მინდა. წავედით. ედა, გთხოვ შენ ძმას დაუჯერე. უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამაყენო, კარგი? კარგი. კარგი, ჩემზე არ ინერვიულო. დაგირეკა. ძმაო, რატომ არ გესმის? იმიტომ არ გვირეკავდა, რომ ციხეში იჯდა და ვერ გვეუბნებოდა, რადგან რცხვენოდა. ედა, ის ქალი მატყუარა, იმიტომ გეუბნება ამას, რომ ვაპატიოთ.
მას არ უთქვამს, მე გავიგე. წერილი ვიპოვე. ციხიდან გამოუგზავნა თავისმა მეგობარმა. საიდან იცი, რომ ეს ყველაფერი მისი მოწყობილი არაა? და იქნებ სიმართლეა. შეუძლებელია ედა. მამა ყველაფერს გვეტყოდა. ამაში დარწმუნებული არ ვარ. გეყოფა ედა, ყველაფერს გავარკვევ. მაგრამ შენ შეწყვიტე მასთან შეხვედრები. ასლი შეიძლება ვილაპარაკოთ. ბატონმა ბურაკმა გითხრა რომ ვილაპარაკეთ. ამიერიდან თქვენი ურთიერთობის მომხრე ვარ ასლი. ფიქრობ რომ ბატონ ბურაკს ნამდვილად უყვარხარ. დეიდა შუკრან. ძალიან მიხარია რომ ასე ფიქრობთ. მაგრამ აინც საშიში მდგომარეობაა. ო ვიცი. ხვდები რომ ბევრი სირთულე გელის წინ. დიახ, ხვდები. ასლი. დიდი ხანია აქ ვმუშაობ. ამ ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ. გზაზე უამრავი წინააღმდეგობა შეხვდებათ და ხედავ რომ ბატონი ბურაკი ბრძოლას აპირებს თქვენი სიყვარულისთვის. მაგრამ იცოდე, რომ მისი ოჯახიც იბრძოლებს ბურაკისთვის. მოუნდებათ რომ დაგამცირონ. ხომ ხვდები რასაც ვამბობ? ხვდები. დედა შენს გადასვლას გადავაფიქრებინებ, მაგრამ დამპირდი რომ ძალიან ფრთხილად იქნები. პირდებით, მეც და ბურაკიც ყურადღებით ვიქნებით. დედას როდის ეტყვი? აჯობებს შენგან გაიგოს, მალე ვეტყვი, გპირდებით. ჯერ სწავლას დავიწყებ, ვიმუშავებ და ფულს დავაგროვებ. ანუ თუ საქმე ცუდად წავა, საცხოვრებლად სხვაგან გადახვალთ. დიახ, ასლი, ძალიან დიდ შორში ხარ. დეიდა შუკრან, დიდი მადლობა. ვერც კი წარმოგიდგენიათ რა მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი თანადგომა. ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო გოგონა. ვნახოთ სად მიდიხართ. განი რას აკეთებ? რამე გაარკვიე? კი, რა? მომიყევი. ჯერ ყველაფერი უნდა დავაზუსტო ჩემლა და მაცადე. ღმერთო რა უხეშია. შემოდი სინან, ახლა უნდა დამერიგა შენთვის. რა გააკეთე? ჩემს არანაირ ქმედებას არ ქონდა აზრი, მაგრამ ვალკანმა სახლში წამოიყვანა. ძალიან კარგი. ბაშაკს რა სჭირს? რა დაემართა? ხელი აქვს მოტეხილი. და შენ გადანაშაულებს, ძმაო. ხომ არ დაიჯერე?
მინდა ყველა ძვალი დაუმტრიო, მაგრამ ხომ იცი ამას არასდროს გავაკეთებ. რა თქმა უნდა ვიცი ძმაო, არ დავუჯერე. ედამ რატომ დაუჯერა? Abi ძმაო, sen oraya მასთან რომ იყავი მისული, ედაც იქ იყო. რა? სხვა ოთახში იმალებოდა. გაიგონა რომ ემუქრებოდი. ჯანდაბა. ახლა მის თვალში მე ცუდი ადამიანი ვარ. ბაშაკი კი საბრალო მსხვერპლი ქალი. abi. ძმაო, Eda bu ედა მას მხოლოდ იმიტომ უჯერებს, რომ ჭიუტობს. ჩემზეა გაბრაზებული. ძმაო, ბაშაკი რა საშინელი ქალია. ჩემი მუქარა გამოიყენა ედასთან დასაახლოვებლად. Kızına kendini acındırıyor. ზუსტად ასეა. სინან, ქორწილის სამზადისი როგორ მიდის? ყველაფერი მოვაგვარეთ ძმაო. მართლა? haftaya bir შემდეგ კვირას ვიქორწინებთ. ძალიან გამიხარდა. ვიცი რომ ბედნიერები იქნებით. umarım იმედია ძმაო. Kesinlikle. დარწმუნებული ვარ. Ay mail atmayı unuttum. ესკიზების გაგზავნა დამავიწყდა. Gonca. განჯა, Başak Hanım'a ქალბატონი ბაშაკისთვის ესკიზები არ გამიგზავნია. iş modundan çık. მე სულ ამომივარდა თავიდან. მომეცი, At hemen.ახლავე გავაგზავნი. Uf, İnşallah beğenir. იმედი მაქვს მოეწონება. Canım benim. ასეთი სილამაზე როგორ შეიძლება არ მოგეწონოს? Eline sağlık. წავედი? Dur şaşkın nereye? სად მიდიხარ? Bunu da al. სიარჩება. წავედი. Gönderdim. გავოგზავნე. Hayırlı olsun. წარმატებები. გამარჯობა. Sağ ol. გამარჯობა. Hoş geldin. გამარჯობა. გამარჯობა. შეიძლება ვილაპარაკოთ? Tabii. რა თქმა უნდა. Şöyle geç. დაჯექი. Konuşmaya nereden başlayacağımı bilemedim. Senden მეც მინდა რაღაც გითხრა. Dinliyorum. გისმენ. Duyduğum ის რაც მოისმინე წარსულში დარჩა. çocuk. ბავშვური სისულელე იყო. bunları sana უცნაური ამაზე რომ გელაპარაკები. ჯობდა არ გწოდნოდა. anlatmış olsaydın ama sen de benim ჩემს გამოუხერხულ მდგომარეობაში ჩავარდი. buraya yansıt. მადლობა რომ ბურაკს არაფერი უთხარი. Aslı ასლი. ben hiç ვითომ არაფერი გამიგია. შეგიძლია მშვიდად იყო. Burak'la da ბურაკსაც ველაპარაკე და ყველაფერი კარგადაა. ben buraya senin აქ ისე მოვედი როგორც შენი მეგობარი. bak მისმინე ასლი, ძალიან გაფასებ. ჩემი მეგობარი ხარ და მინდა ასეც გაგრძელდეს. Ben de aynı. მეც ასე ვფიქრობ. Hani böyle მიხარია რომ შენც ასეთი ურთიერთობა გინდა. Tekrar çok teşekkür დიდი მადლობა. o zaman ანუ არანაირი პრობლემა არაა? Evet. ა, Eda nasıl? ედა როგორაა? onu hiç არ მკითხო. bu arada ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევა. İnşallah en იმედია მალე ყველაფერი დაალაგდება. იმედია. Eğer istersen თუ გინდა დაველაპარაკები. şimdi ჯერჯერობით არაა საჭირო. მადლობა. neyse ben კარგი, მე წავალ. რამეს ვიყიდი? თუ დრო გაქვს, vaktin varsa დამელოდე. istersen burada ye. ტორტს მოვამზადებ და აღჭამე. არა, ჯობს თან წავიღო. Ben ısmarlayayım. შეიძლება მე დაგპატიჟო. ხომ იცი რომ უარს გეტყვი. neyse თავს გაუფრთხილდი, დროებით. Görüşürüz. დროებით. ედა მომიკითხე. აუცილებლად. ასლი, Ne dedi? რა გითხრა? Ya bu olan უნდა რომ ყველაფერი დავივიწყოთ და მეგობრობა გავაგრძელოთ. hiçbir sorun. ბურაკს დაელაპარაკა, ყველაფერი მოაგვარა. არ უნდა რომ ერთმანეთი როგორც მეგობრებმა დავკარგოთ. Rahatladı Gonca. გულზე მომეშვა განჯა, რა კარგი ბიჭია. Yalnız ne iyi. ძალიან გულკეთილი და ჭკვიანი. Nasıl çözdü her şeyi kimseyi kırmadan? Evet.
Ben ხომ, hiç dedim ama. ხომ გეუბნებოდი კარგი ბიჭია მეთქი. მართალი იყავი, კარგი ადამიანია ნამდვილად. Ay neyse. საქმეებს მალე უნდა მორჩე. ბურაკი საღამოს გამომივლის და სახლში წამიყვანს. დღეს ადრე უნდა მივიდე, თორემ დედა მომკლავს. Ölecek yani. Biraz fazla. ერთად წახვალთ სახლში? Evet. ხო. Ama çok iyi. რა კარგი დრო გავატარეთ არა? იცი რა მიყვარ შენში? შენს გვერდით ყველაზე თავისუფლად გგრძნობ თავს და ამავდროულად ძალიან მშვიდად. როდესაც ერთად ვართ ზუსტად, იმდენი ხანი შემიძლია ვიყო ჩუმად. რამდენი ხანიც ვლაპარაკობთ ხოლმე. ჩემთვის ეს სიჩუმეს ბევრს ნიშნავს. ჩემთვისაც. შენს გვერდით თავს მშვიდად გგრძნობ. არასდროს არსად გაგიშვებ, ხომ იცი? არ გამიშვა. Sen ანუ başından ყველაფერი თავიდანვე იცოდი? რას გულისხმობ? Halil, ხალილ, Selda შენი და ქალბატონი სელდა საუბარი მოვისმინე. yanlış yapıyor. არასწორად იქცევი. Selda Hanım yalan söylüyor. რომ გაიგოს ატყვევს სამსახურის გარეშე დარჩები. არა უშავს შუკრან. სამაგიეროდ იმას ვაკეთებ, რასაც სწორად მივიჩნევ. შერასაპირებ. მათი დაშორება გინდა? მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი. ეს არ გამოგივა, რადგან ერთმანეთი ძალიან უყვართ. Evet. ხო, Ayırmaya ცდილობდი დამეშორებინა, მაგრამ ama bunu ამას ემილის და ასლის დასაცავად ვაკეთებდი. Burak Bey ფიქრობდი, რომ ბატონი ბურაკი ასლისთან ერთობოდა. ama şimdi მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ben de onların sevgisini ერთმანეთი მართლა ძალიან უყვართ. სერიოზულად ამბობ? ხო, შუკრან. გამიკვირდა, მაგრამ ამავდროულად გამიხარდა კიდეც. ძალიან კარგია ასე რომ ფიქრობ. გემრიელი ტორტია. გემრიელად მიირთვი. ნამდვილად აქ ცხოვრობს. ახლა კი გაები ბურაკ მარზაროგლუ.
გისმენ. Çağla. ჩებლა, Kızın გავიგე სად ცხოვრობს ის გოგო. სად? Nerede? სად ცხოვრობს? vallahi სიურპრიზი მინდა მოგიწყო. ცოტა ხანში მოგაგითხავ. Tamam. კარგი. Bir an önce annemle დედას სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკო. უკვე მენატრები. ben de. მეც. Hem de çok. თანაც ძალიან. Şaka yapıyor olmalı. ალბათ ხუმრობ. Biz ასლის ვეძებთ. გონი ამ სახლში ცხოვრობს. ხომ არ იცით სად არის? kızı Aslı mı? ქალბატონი ემელის შვილი დიდი ხანია გავიდნენ. Öyle mi? მართლა? ხომ არ იცით სად ცხოვრობენ? Annesi çok ემელმა მუშაობა მდიდრების უბანში დაიწყო და იქ გადავიდნენ. Bu olabilir mi? შეუძლებელია. Bu ev ამ სახლში ცხოვრობს?